საინტერესო თემაზე უნდა გადავიდეთ. სხვათა შორის სიუჟეტის სრულობისას გამოგიტყდები და გეტყვით, რომ იყო ძალიან მძაფრი მცდელობა, რომ ამ ბლოგში ჩავერთე რაღაც გარკვეულ ვარჯიშებში და არ ვიცი, მიაღწევს თუ არა. საშუალოდ არავინ. გაქცევით ვერსად ვერ გავიქცევი, აქ ავარ ისედაც და. მოკლედ დღეს გვინდა რომ სუნთქვითი ვარჯიშების და ამ პრაქტიკის გამოყენების შესახებ გესაუბროთ, მოგეხსენებათ რომ სუნთქვითი ვარჯიში აუმჯობესებს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ასარგებლოა იმუნიტეტისთვის, მშვიდი ძილისთვის, გუნება-განწყობისთვის, არეგულირებს არტერიულ წნევას, გამშვიდებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რეკომენდირებულია სუნთქვითი სისტემისთვის. ჩვენი სტუმარია ლაშა ბაბაშვილი, იოგას მასწავლებელი და ახლა ის გვეტყვის უფრო მეც ამ სასარგებლო პრაქტიკის შესახებ. ლაშა, ის რაც მე მაჩვენე, ჩემს წინააღმდეგ ნუ გამოიყენებ ძალიან ხო? აი ამას გულისხმობ სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს და არა წინააღმდეგ. ნუ შეგყავს მაყურებელი შეცდომაში. ხო და ამიტომ მივყვეთ ახლა ნელ-ნელა დავიწყოთ რა მნიშვნელობა აქვს სუნთქვით ვარჯიშებს ზოგადად ადამიანისთვის ყოველდღიურობაში და განსაკუთრებით ალბათ ძილისთვის, მით უმეტეს, როდესაც ქუჩაში ასეთი გაურკვეველი ამინდია და უბრალოდ განგრევს თავიდან ბოლომდე ვერ იგებს აფხულია, გაზაფხულის ერთი თოვლი არ მოვიდა თუ დანარჩენი ყველაფერია მე მგონი თბილისში დღეს. სხვა შორის არაერთი კვლევაა ჩატარებული ამის ირგვლივ და იგივე აი თანამედროვე და ალტერნატიული მკურნალობის არაერთმა კვლევამ აჩვენა ესეთი შედეგები, რომ მკურნალობის აი ბუნებრივ მეთოდებს შორის ძალიან დიდი პოპულარობით მოსახლეობაში სარგებლობს სწორედ იოგა, ღრმა სუნთქვითი ვარჯიშები და მასთან ერთად მედიტაცია და ალბათ მაშინ როდესაც ვსაუბრობთ აი ჯანმრთელობის პრობლემებზე ვიცით ხო იგივე სუნთქვით ვარჯიშებს რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს და ჩვენი უკანასკნელი დეკადის განმავლობაშიც ფაქტია რომ გამძაფრდა ინტერესი ზოგადად ამ მიმართულების მიმართ. ლაშა ახლა დაგვაკვალიანე და ასევე გაგვაცანი ყველა ის ინსტრუმენტი რომელიც წარმოდგენილი გაქვს ჩვენს სტუდიაში. კი ბატონო, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. მართლაც საინტერესო თემა შევეხეთ. მე 5 წლის წინ დავიწყე იოგის გაკეთება და ეს პრაქტიკა რო გავაკეთე, მივხვდი რომ მთელი ცხოვრება გავაკეთებდი. იმდენად სარგებელი ვიგზენი რეალურად პირველივე ჯერზე ამ პრაქტიკის, რომ დღემდე არ გავჩერებული ვარ, ყოველდღე ვაკეთებ. და ერთი წელი უკვე ვასწავლი კიდევაც იოგას. ყოველდღიურ რეჟიმში ხართ დაკავებული თქვათ? ყოველდღიურ რეჟიმში, კი ბატონო. აგერ თქვენთან მეზობლად მინდელზე გვაქვს ცენტრი 4 და 8 იოგას და პილატესის ცენტრი და ყოველდღიურ რეჟიმში ვატარებთ პრაქტიკებს. იოგა სუნთქვითი ნაწილი იოგის ნაწილია. სუნთქვითი პრაქტიკები, რომელიც ძირითადად იოგის დასაწყისში კეთდება ხოლმე. პრანაიამს ვეძახით. საკაც არის გარკვეული ვარიაციები, ხო? სუნთქვით ვარჯიშებთან დაკავშირებით. კი ბატონო. ერთ-ერთი მათგანი სწორედ ეს არის. კი ბატონო, გავივლით. რამოდენიმე მათგანს ვიტყვი, არის დამამშვიდებელი, ასევე არის ენერგიის მომატებელი და ასევე არის შფოთვითის დროს, ანუ პანიკური შეტევის დროს ადამიანმა რომ გარკვეულწილად დაიმშვიდოს გონება. თვითონ პრანაიამა ნიშნავს სასიცოცხლო ენერგიის გამომუშავებას. ძველი სანსკრიტული ლექსიკონიდან. მაშინ, როდესაც ჩვენ ვთქვათ, არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური პრობლემებიც გვაქვს და იგივე შეიძლება ვებრძოდეთ ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე, მაგალითად მენტალურ პრობლემებს, შესაძლებელია, რომ ჩვენს ცხოვრებაში შემოვიდეს ესეთი მკურნალობის ბუნებრივი მეთოდი. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ძალიან უხდება აბსოლუტურად, როგორც მენტალურ პრობლემებს, ასევე ფსიქოლოგიურ, ემოციურ პრობლემებს, ანუ სუნთქვა არის ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმოედგინეთ სასიცოცხლო ენერგია, რომელიც აბსოლუტურად მკურნალია თავიდან ბოლომდე, როგორც სულიერების, ასევე ფსიქიკის, ასევე სხეულის ადამიანისთვის. პრანაიამა, ამით ვიწყებთ? კი ბატონო, გაგვაცანით ამ მეთოდის ირგვლივ, რა შეიძლება რომ თქვათ რასაფეხურები უნდა გაიაროს ადამიანმა. კი ბატონო, პრანაიამა ზოგადად იოგაში არის თვითონ სუნთქვითი პრაქტიკების დასახელება და რამოდენიმეს გავაკეთებ, პირველ რიგში გავაკეთებ დამამშვიდებელ სუნთხვას, კვადრატული სუნთქვა ქვია. კეთდება, უბრალოდ თვალები იხუჭება და კეთდება აუცილებლად მხოლოდ ცხვირით. ანუ
იოგამ რაც მასწავლა, ეს არის პირველ რიგში რომ ვისწავლე სწორად სუნთქვა და ეს არის წვრილი სუნთქვა. და კვადრატული იმიტომ ქვია რომ 4 თვლა შესუნთქვა, მერე წარმოვიდგინოთ 4 თვლა შეკავება შესუნთქულზე, 4 თვლა გამოსუნთქვა და 4 თვლა ასევე გამოსუნთქულზე შეკავება. და კეთდება სადღაც 3 წუთიდან 5 წუთის განმავლობაში. თვალი უნდა დახუჭო. ხო, თვალები დახუჭე და ახლა ყველაფერს სულფეხში გავაკეთე. მე მგონი მე გავამოხსენებურის დონიდან. ზედ მეტად დამშვიდდები. 4 შეკავება 1 2 3 4 გამოვშვით 1 2 3 4 და გამოშვებულზე შეკავება 1 2 3 4. ეს დღეს და აი თითქოს წარმოგიდგენთ რომ სალაში არ მინდა მუშაობა და შეიძლება შემომიერთდით ბატონელაშო. ამას ვაკეთებთ 4 ჯერ, ესე იგი 4 ჯერ შევისუნთქავთ, ვითვლით 4-მდე. კი ბატონო, 4 თვლა შეკავება. ამოვისუნთქავთ და ისევ 4-მდე ვითვლით. 4 თვლა შესუნთქვა, 4 თვლა შეკავება, 4 თვლა გამოსუნთქვა და 4 თვლა შეკავება და მე ისევ თავიდან ახალ წრეზე. ხო, და წრეზე და რამდენჯერ ვაკეთებთ ამას? ეს კეთდება სადღაც 3-დან 5 წუთამდე. ალბათ აკეთებ 3-დან 5 წუთამდე. რა გინდა რომ 3-დან 5 წუთამდე აქ? ძალიან კარგია ძილის წინ ვაკეთდეს. ძილის წინ? ძილის წინ საკმაოდ ხელს უწყობს დაძინებას რა. ანუ მაშინ თუ გვინდა ვთქვათ სრულფასოვანი მშვიდი ძილი, შეგვიძლია რომ მსგავსი ტიპის ვარჯიშები ლაშა გავაკეთოთ, ხო? და ეს დაგვეხმარება რომ დავმშვიდდეთ, ვთქვათ ჩვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა რაღაც დასტაბილურდეს და შემდეგ უკვე კარგად ჩავიძინოთ. დღეს ღამე აუცილებლად გავაკეთებ ამას, იმიტომ რომ დღე აღარ მძინავს კარგად. ხო და მაინტერესებს რა შედეგი იქნება და ხვალ მომახსენ. კარგი, მადლობა პროდიუსერებს ამ თემისთვის. კარგი, შემდეგი საფეხური. რა შეიძლება გავაკეთოს კიდევ? ძილზე გავუსვა ხასასროელია რომ ძილი დავიწყოთ 10 საათიდან. ამ დროს სხეულში გამომუშავდება მელატონინი, რომელიც უწყობს სხეულის დამშვიდებას და რომელიც დილის 4 საათამდე გრძელდება. ანუ სასროლი რომ 4 დილის საღამოს 10-დან 4 საათამდე ეძინოს ადამიანს რა. ეს არის რეკომენდაცია. ეგ იმ ადამიანებს ეხება, ვისაც იდეალურად აწყობილი გრაფიკი აქვს. 8 საათზე. ნუ ეს ჩვენზეა და დამოკიდებული ჩვენი ცხოვრება ჩვენ გვეკუთვნის. ნუ ზოგი ათზე ამთავრებს. არ ვიცი, ადამიანს ესე უხდებოდა წუწუნი, როგორც ლაშა. შესაბამისად, რა ვიცი. კარგი, შემდეგი ეს არის ნადიშოდანა, თუ არ ვწდები, თუ მე გავასწარი მოვლენებს? ნადიშოდანა, ესეც ასევე დამშვიდებელი სუნთქვა, ამას ვიყენებთ ხოლმე შფოთვითაშლობის დროს, ეს არის 4, 7, 8. ესეთ თანმიმდევრობით სუნთქვა, ანუ 4 თვლა შესუნთქვა, 7 თვლა შეკავება და 8 თვლა გამოსუნთქვა. ანუ გამოსუნთქვა ორჯერ მეტი უნდა იყოს, ვიდრე შესუნთქვა. ანუ პანიკური შეტევის დროს პრობლემა არის ხოლმე, რომ ადამიანის ყოს პირის სუნთქვას და ნახშირორჟანგი ბოლომდე არ გამოდის სხეულიდან და ეს გროვდება სხეულში და იწვევს გარკვეულწილად მინი მოწამვლას და შესაბამისად, ამიტომ ბოლომდე უნდა იყოს გამოდევნილი ხოლმე ისა. და აი ამ დროს რო ვთქვათ ნადიშოდანა განვახორციელოთ, ჩვენ ვიგრძნობ შვება? კი, პანიკური შეტევა. თავარი ის არის, რომ ისეთ პანიკაში არ იყოს ადამიანი ჩავარდნილი, რომ საერთოდ არ გაახსენდეს ნადიშოდანას გაკეთება, თორე დანარჩენი ეშვება. კი, სასურველია რომ მაგ დროს ადამიანი უჩიოს, ხო, რა თქმა უნდა, ეს დაეხმაროს ამის განხორციელებას, კი ბატონო. მაშინ შეიძლება რომ ვთქვათ პრაქტიკაში ვაჩვენოთ ეს ყველაფერი, მე მესმის რომ ვთქვათ ვერბალური ნაწილით განმარტებები ყოველთვის საჭიროა, მაგრამ აი პრაქტიკას მგონია რომ მაინც სხვა ეფექტი აქვს ხოლმე, განსაკუთრებით ტელევიზიაში, როდესაც კადრი ყველაზე ძვირფასია. კი ბატონო, ესე იგი ვიწყებთ, 7 თვლა შესუნთქვით. შეკავება 7 წამი? 7 და 8 გამოსუნთქვა. всё და რამოდენიმეჯერ სადღაც 8-10 მისვლა იქნება. ესე იგი 7 შესუნთქვა, 8 გამოსუნთქვა. 4 ვიწყებთ. 4, 7, 8. შემიშალა ხო? 4 ვიწყებთ. პანიკური შეტევის დროს კეთდება ეს. შევისუნთქეთ 4-მდე დავითვალეთ. შემდეგ ამოვისუნთქეთ და რამდენ ხანს? გაჩერება 7 წამი. ხო? და 8 თვლით გამოსუნთქვა. 7 წამი არ სუნთქავ. 7 წამი 4 წამი შესუნთქვა, 7 წამი არ სუნთქავ და 8 წამის განმავლობაში უნდა გამოისუნთქვა. უნდა გამოისუნთქვა. კი ბატონო, რომ ორჯერ მეტი იყოს და ეს 7ჯერ 8ჯერ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. სადღაც 8-დან 10-მდე, ანუ თითქმის ყველა სუნთქვის პრაქტიკა, ესეთი ნაჩქარი პრაქტიკა, რომ გული დამშვიდდეს და სისხლის მიუქცევა არის ხოლმე, რომ სადღაც 8-10 სალიო გაკეთდეს. ნუ რეალურად ყველა ეს სუნთქვითი ვარჯიში ხო დასამშვიდ
დასამშვიდებელია, ხო? კი, პირველ რიგში არის დასამშვიდებელი და მსგავსი ტიპი უფრო მარტივი ვარიაცია ითვლება 6 თვლა, ანუ 6 თვლა შესუნთქვა, 8 თვლა გამოსუნთქვა და ანუ 2-ით მეტი იყოს, 2-ით მეტი იყოს უნდა გამოსუნთქვა, ანუ შეკავების გარეშე, ანუ ესეც ეფექტურია. მოგეთ, მე რასაც მივხვდი, ახლა ლაშა ჩვენ რასაც გვიხსნის, შესუნთქვაზე გაცილებით მეტი უნდა იყოს გამოსუნთქვა ამ შემთხვევაში რა, იმიტომ რომ ალბათ გამოსუნთქვის დროს ამ ორგანიზმიდან არ ვიცი, ამ გამოდის რამე ამ. და რაც თავარია ცხვირით? ხო, ცხვირით, პირით არა. ანუ ნახშიროჟანგი, როგორც ახსენი, გამოედინება ბოლომდე. თავიდან ბოლომდე, ხო. და პლუს ამას ადამიანი აკონტროლებს, იმიტომ რომ აი ეს აღარ ემართება რა, კონტროლში აქცევს თავის იმას და რეალურად აქ არის აზრებიდან გადმოტანა სუნთქვაზე ყურადღების მნიშვნელოვანი მომენტი რა. ჩვენ ფაქტობრივად ახლა ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებს ვაბალანსებთ, ხო და შემდეგ ალბათ ეს პანიკური ვთქვათ შეტევები, შფოთვა, სწორედ აი ეს უზრუნველყოფს, რომ მოვიდეს წყობში. რაც შეეხება აი ნესტოს მონაცვლეობით სუნთქვას, ლაშა მე ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს თქვენი ნანახი სოციალურ ქსელში და ძირითადად სულ სხვადასხვა სავარჯიშოებია ხოლმე წარმოდგენილი და მათ შორის აქტიურად არის ხოლმე ჩართული ხელები. კი, ესეც პრანაიმას ნაწილია, იგივე სუნთქვის პრაქტიკების და როგორც აღნიშნეს, ტვინის მარჯვენა მარცხენა სფეროს აქტიურებს. ესე კეთდება ესეთნაირად, ვიღებთ შუათითი იდება ესე, წარბებს შუა, გვერდზე საჩვენებელი თითი ედება. ორივე თითი. ხო, ორივე თითი და ნესტოები იკეთება, ანუ დიდი თითით და არა თითით. აჰა. არა თითით. უყურეთ, ესე იგი შესუნთქვაზე ეს ნესტო გახსნილია, მარცხენათი ვიწყებთ. ესე იგი შევისუნთქავთ ბოლომდე, მე ორივე ნესტო იკეტება, აი, ამითი და ამითი. არა თითით და შემდეგ მარჯვენა ნესტო იხსნება, გამოსუნთქვა კეთდება მარჯვენათი. მერე ისევ მარჯვენა ნესტოში კეთდება შესუნთქვა. იკეტება ორივე ნესტო და მარცხენათი ხდება გამოსუნთქვა. რაც ეს ყველაფერი, აი ეს დემონსტრაცია, რომ კამერაშიც მოვახდინოთ, რომ მაყურებელმაც ნახოს როგორ კეთდება რა. კი ბატონო. ანუ უბრალოდ დამახსოვრება უნდა, აი რამდენჯერმე უნდა გაიმეორო, რომ მე უკვე მარტივად გააკეთო თორე. ნახე, ეს ორი თითი აქ გვაქვს, ერთი წერა თითი. ნიშნულოვანია კიდე რომ ამ საჩვენებელი თითით ვაწვებოდეთ ოდნავ ზევით, აქ არის მე-6 ჩაკრა და ნიშნულოვანია ხო. ეს თვითონ ეს მოძრაობა ხო, ეს ეფექტურია, ანუ. ორი თითით ვაკეთებთ ამ. არა, ერთი. ხო, ორი თითია ზევით. ხო. მე ყურადღებით. ხო, გვერდზე უდევს უბრალოდ რა. ხო? ძირითადად მუშაობს მაინც ეს. ხო, აი ძირითადად მუშაობს ეს. კი, ერთი თითი მუშაობს, უბრალოდ გვერდზე უდევს და აქაც მუშაობს ეს და ეს თითი რა, ესეც გვერდზე უდევს უბრალოდ ნეკათითი რა. ანუ შესუნთქვის დროს რამდენი ხანი ვაჩერებთ, ლაშა? ან ბოლომდე შესუნთქვა კეთდება, შეჩერება არ კეთდება, უბრალოდ ჩაიკეტება ორივე ნესტო და მეგრევე მეორე ნესტოთი გამოშვება კეთდება. გამოდის რომ ნეკათითი რჩება უფუნქციო, ხო? ნეკათითი შეუფუნქციო, კი ბატონო. გააკეთე. გავაკეთე უკვე და საოცრად გძნობ თავს. ჩაიკეტა, მარჯვენათი გამოუშვით. ისე მარჯვენათი შეუშვით. ჩაიკეტა და მარცხენათი გამოუშვით. ცოტა გზადაგზა მერე ვარ. ეს კეთდება 3, სადღაც 3-5 წუთი. 3-5 წუთის განმავლობაში და კიდე მერე კეთდება ხოლმე მარცხენა შევიდა, გამოვიდა, მარჯვენა შევიდა, გამოვიდა. ხო, მაგრამ ალბათ ამას აი ხა ლაშა როგორც არის, ამას რო ადამიანი რო შეეჩვევა რამდენად იოლი და მარტივი გასაკეთებელია აბსოლუტურად ყველა ეს სუნთქვითი ვარჯიში. ესეც ეხლა რის დემონსტრირებას თქვენ მოახდინეთ ბოლოს, ესეც ძილის წინ გასაკეთებელია თუ დღის განმავლობაში. ეს არის ზოგადად იოგის პრაქტიკას ებმევა, ანუ იწყება იოგის პრაქტიკა. დღის განმავლობაში უბრალოდ ამის გაკეთება ეხლა სასრული არა, ანუ ის ჩვეულებრივი მანამდე რომ გავაკეთოთ სუნთქები, ანუ 4 წამი 7 რა სოციალურ დონეზე სასროლი რომ უბრალოდ ისინი გაკეთდეს. ეს რაღაც იოგის პრაქტიკებია, ასე ვთქვათ. აჰა.
ანუ უნდა აპრაქტიკებდეს ადამიანი რეალურად სუნთქებს. ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობას, ასე ვთქვათ, ნიშნულობა, აი ვთქვათ, უნდა ვისხდეთ, ვიწვეთ, როგორია უმჯობესია ის პარალელურად. სუნთქვის დროს ჯდომა არის ყველაზე ეფექტური. ძილის წინ ჩვეულებრივად ალბათ ხო, ძილის წინ საწოლში შეიძლება ის 4 კვადრატული სუნთქვა რო გაკეთეთ, ეს საწოლშივე თვითონ, საწოლშივე. კი ბატონო. ფუტკრის ბზულის სუნთქვა. მარი. კი ბატონო. საკმაოდ რთული ტერმინოლოგია ახლავს თან იოგას ვარჯიშებს. განგვიმარტეთ ეს რა ტიპის სავარჯიშოა და ვთქვათ ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ? ეს არ არის დამამშვიდებელი, ეს არის უბრალოდ ენერგიის გამომუშავებელი და მუშაობს ასევე ყელის ჩაკრაზე, მეხუთე ჩაკრაზე და კეთდება ესეთნაირად. ესე იგი, იხუჭება აი ამ თითებით, თვალები, ეს მთავარი თითები, ასე ვთქვათ, ყურები და კეთდება ცხვირით ჩასუნთქვა და გამოსუნთქვაზე ეს ერთგვარი მედიტაციის. ანუ აი აქ კეთდება, ანუ ვიბრაცია უნდა იგრძნოს ადამიანის ხელში. რამდენ წამიანი პროცესია ეს? ეს არის მაქსიმალური შესუნთქვა და მაქსიმალური სადამდეც გეყოფა. სადამდეც გეყოფა ჰარი, კი ბატონო. და შედეგი, აი შედეგი მდგომარეობა უნდა იგრძნოს ადამიანს. ანუ ენერგიულობას იგრძნობს რა და უწყობს მეხუთე ჩაკრის გახსნას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე უნდა გავხსნა მეხუთე ჩაკრა. ჩაკრის ბზუილის სუნთქვა მჭირდება. და იმაში სანამ დავემშვიდობები. ხო, და ორი სიტყვით რო გითხრა იმ შესახებ რაც საინტერესო ნივთებია და კი ბატონო, ეს არის წვიმის ხმას ეძახიან, იოგაში ვიყენებთ ხოლმე მედიტაციის დროს. რომელიც გარკვეულ ვიბრაციაზე შეყავს ადამიანი. ანუ ზოგადად მედიტაციაში ადამიანი გადადის გარკვეულ ფაზაში და ამ დროს გარკვეული ბგერები ზემოქმედებენ ადამიანის შინაგან მდგომარეობაზე. და ზოგადად ითვლება, რომ ეს ითვლება სიმშვიდის ვიბრაციად. ანუ სიმშვიდე ადამიანი რომ ამას ისმენს, შინაგანი სიმშვიდე ეუფლება ბუნებრივად. ანუ დღეს ბგერითი თერაპია ძალიან ფეხს იკიდებს, ეს ახალი არ არის პრინციპში ძველიდან მოდის და პრინციპში ადამიანმა თავის შინაგანი გრძნობები შესაძლებელია რომ ბგერით საშუალებებით განიცადოს. კი ბატონო. და ის ცივი არაღი გვაჩვენე რითიც. ცივი არაღი არის სათხუს დაფა, ეს არის იგივე ლუსნები. კი ბატონო. და ამასაც საკმაოდ შეხედეთ როგორია თუ მოახერხებთ და რამდენი ძალია ეს დაახლოებით ლურსმანია ხახნო რო იცოდეთ საკმაოდ ბევრია ფეხის ფორმის ხო ძალიან ბევრია და ამაზე რამდენადაც ხვდები ანუ ფეხზე უნდა დაადგნენ ხო მაგრამ ეს ალბათ გარკვეულ ფიზიკურ ტკივილთან არის ხო ეშა დაკავშირებული ყოველ შემთხვევაში პილოტსათურებზე მაინც არა საკმაოდ ტკივნეულია არ არის ადვილი ამბავი თუმცა მე პრაქტიკაში ადამიანი ჩვეულებრივად ეჩვევა. მეც ეხლა დავიწყე ამის დაპრაქტიკება და გვინდა რა ჩვენს ცენტრში 4 და 8-ში რომ დავნერგოთ ეს ამბავი, რადგანაც შესწავლად დავიწყე და უდიდესი მოკლედ მაგარი საშუალება, მაგარი პრაქტიკა. აი, რა ტიპის ჯანმრთელობის პრობლემები უნდა გქონდეს იმ შემთხვევაში, რომ მსგავსი ტიპის რეკვიზიტებს მიუმართოთ და აი, თუნდაც ვთქვათ, გამოჯანმრთელების გზაზე იგივე ბგერითი ვარჯიშები ჩავრთოთ. კი ბატონო, ანუ თუ გვაწუხებს შფოთვითაშლილობა, მღელვარება, ბგერის თერაპია საკმაოდ, ანუ დამშვიდება თუ უჭირს ადამიანს ზოგადად, ბგერის თერაპია არის მისწრება მისთვის ზოგადად მედიტაცია და პლუს ამას ჩართული ბგერის თერაპია, რასაც მე ვაპრაქტიკებ. და ასევე მინდა ამის ეფექტურობაზე ვისაუბრო, ეს უხდება როგორც სხეულს, ასევე ჩვენს ფსიქოლოგიურ და სულიერ მდგომარეობას, ენერგეტიკულ მდგომარეობას. ესე იგი ფეხებში არის ძალიან ბევრი ნერვული დაბოლოებები და ანუ ხდება ამ სტიმულაცია ხდება ამ ნერვული დაბოლოებების, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნერვული სისტემისთვის. ასევე სისხლის მიმოქცევას უწყობს ხელს ძალიან კარგად და ყველაზე მთავარი რაც არის ფსიქოლოგიური ტრავმებისგან ათავისუფლებს ადამიანს. ანუ ენერგეტიკული ტრავმების გახსნა ხდება ამ საშუალებით.
და პლუს ამას შიშების გადალახვა, ხო? ანუ გარკვეულ ჯერ ის შიში უნდა გადალახო, რომ მაგას დადგე. პირველი ესა, ამას თუ გადალახავ, მე ალბათ ნელ-ნელა ეტაპობრივად. ძალიან დაინტერესდა, ხო? არა, მადლობა, დიდი მადლობა. მადლობა. თავს შევიკავებ მსგავსი აბსოლუტურად. დიათებული მონდომებული. არა, საინტერესოა, წარმოიდგინე, ხო? ვიფიქრე, რომ ეს ხოცეკვა არ არის. დილით რო იღვიძებ და ამაზე რო დგები. ისე საინტერესოა მართლა ლაშაი, რამდენი ხნის განმავლობაში უნდა ვიდგეთ დღის განმავლობაში და უნდა გქონდეს თუ არა მას ყოველდღიური ზოგადად პრაქტიკას ვიწყებთ ალბათ 2 წუთით თავიდან და ყოველ პრაქტიკაზე გვინდა რომ 1 წუთით გავზარდოთ. და ავდივართ 21 წუთამდე. 21 არის მაქსიმუმი? არის მაქსიმუმი, რომ ადამიანმა ანუ სრულყოფილად ჩაატაროს თერაპია. და სხვათა შორის ეთერში შემოსვლამდე რო საუბრობდით რეკლამაზე, რაშა თქვა რომ სისხლდენამდე არ მიდის, ანუ არ უნდა დაახტე, ხა ბუნებრივია, მაგრამ როცა დგები ხო, ლაშა. არა, ერთი შემთხვევა არ ყოფილა რომ სისხლდენამდე. მაგრამ პირველი რეაქციები როგორია ლაშა? პირველ ტკივნეულია, ყვირილი გინდება და ზოგადად რეკომენდირებულიც არის რომ ყვირილი და ესეც თერაპიაა რომ ადამიანი უშვებს ხო, ემოციურად გამოხატოს ეს ყველაფერი. არ იკლავს ემოციას თავის გულში. არა, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. გამოუშვათ, გამოვხატოთ. სხვა დროს ვსადოთ ეს ყველაფერი, მადლობთ. აი, რიტრიტზე დაგვპატიჟებთ და რიტრიტზე სხვა გარემოში კალაგარე. შეიძლება რაღაც დუეტში არსებობს ესეთი დუეტური თერაპია, მაგალითად, ერთად გეხვეწები, ერთად მოვალთ. მე ამ ემოციებს ვერ გამოვტოვებ. კი, ლაშა, ძალიან დიდი მადლობა, ყოველ საინტერესოა შენი სტუმრობა და შენთან საუბარი, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან. ხო, ძალიან ბევრ საინტერესო დეტალს უსვამ ხაზ და კი, რა თქმა უნდა. უნდა დამამშვიდო და ისე წავიდეთ. არ ვიცი, ისმის თუ არა ხო, ახლოს მოიტან. ისმის, ყველაფერი ძალიან კარგად ისმის. ხო და მოკლედ ძალიან დიდი მადლობა და ესე რო გავაკეთე. წარმატება მინდა, ისო ჩვენ უნდა ვეღარ მუშაობ. თაკო არ მაქვს საშუალებასო დავასრულო გადაცემა. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად, გემშვიდობებით ხვალამდე, ვფიქრობ საინტერესო გადაცემა გამოვიდა და პრაქტიკულად შევეცდებით ხვალინდელი გადაცემა საინტერესო და მრავალფეროვანი. შემდეგ ლაშა იძინებს 1 საათი ძალიან რუსთავი ორელს. ყველა რუსთავი ორის თანამშრომლს არ შეაწუხოს. ცოტა ხანი მედიტირებს ლაშა. ძალიან მაგარია მართლა. ხვალამდე